არასამთავრობო ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებისთვის მთავრობის 159 დადგენილებას ეხმიანება, რომლის მიხედვით ერთ სტომატოლოგიურ სავარძელზე არანაკლებ 14 კვადრატული მეტრი უნდა იყოს გათვალისწინებული, ხოლო ყოველ დამატებით სავარძელზე არანაკლებ 7 კვადრატული მეტრი. პაციენტების მოსაცდელები და ექიმის კაბინეტი ვენტილაციით უნდა იყოს აღჭურვილი, კლინიკები კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული უნდა იყოს. არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე სიახლეს მიესალმება და ამბობს, რომ ამ დრომდე სტომატოლოგიურ კაბინეტებში ვიზიტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის შეუძლებელი იყო. თამაზ მჟავანაძე აცხადებს, რომ სასურველია სიახლე ქალაქში სტომატოლოგიური კაბინეტების შემცირება არ გამოიწვიოს. ზოგიერთ კლინიკაში შესვლის პრობლემა არის, კარებშიც კი ვერ შეხვალეთლით ადამიანი. მივესალმებით მთავრობის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც შშმ პირებისთვის კეთდება ადაპტირებული სტომატოლოგიური კლინიკები და სამედიცინო დაწესებულებები, აქ მარტო სტომატოლოგიურზე არ არის საუბარი. ვფიქრობთ, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი და გაეროს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების პოზიტიური შეფასება.